მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო, მუსაუნის გადაცემა ისევ და ისევ გრძელდება. გეტყვით რომ ჩვენ ახლა ვიყოფებით ნეფელის Sky-bar-ში, რისთვისაც მადლობას ვუხდით მას მიზლობისთვის და ასევე ჩვენ დავყვატიჟეს არაალკოჰოლურ კოქტეილზე. ძალიან დიდი მადლობა მათ ამისთვის. ახლა კი მოდით წარვადგინოთ ჩვენი სტუმარი, რომელიც არის არაჩვეულებრივი მომღერალი, არაჩვეულებრივი მანდილოსანი და აი ამ ესეთ ამინდს, რომელიც არის თავიდან ბოლომდე ნაცრისფერი და უხასიათო, აფერადებს თავისი სტუმრობით. ეს გახლავთ ევა შანავა. ევა, მოგესალმები, როგორ ხარ? მოგესალმებით. მეც ძალიან დიდ მადლობას გიხდით მოწვევისთვის. ჩემთვის დიდი პატივია ბათუმში ნებისმიერ ღონისძიებაზე თუ ინტერვიუზე წასვლა, რადგან რაღაცნაირად განსაკუთრებულად გრძნობ აქ უფრო თავს. კი ბატონო, მადლობა შენ, რომ გამონახე დრო და მოხვედი ჩვენთან ერთად. მოდი, მაქსიმალურად ვისაუბროთ მუსიკაზე. რატომღაც როგორ დაიწყო შენს ცხოვრებაში მუსიკა, საიდან, როგორ მოიწამლე? ძალიან მოკლედ ვიტყვი ამას. ძმა ბავშვობაში, ალბათ თინეიჯერობის ასაკში დავასრულე საცეკვაო კარიერა, ცოტა ტრაგიკულად დავასრულე საცეკვაო კარიერა. დაიცი? ხო. მართლა? კოჭი დამიზიანდა ისე რომ ვერასოდეს ვეღარ გავაგრძელებდი პროფესიონალურად. რომ ცოდნო და არ ვიხუმრებდი. არა, უშავს. და რაც ეხება ნაციონალურ ქართულს სამეცნიერო ლათინოამერიკული პანტომიმა ანა ყველანაირ რასაც ქორეოგრაფია ქვია ყველაფერი. და ეხლა გიშლის ხელს მოღვაწეობაში? ეხლა ძალიან მეხმარება. იქიდან გამომდინარე რომ ეხლა ძალიან პროფესიონალურად არ მჭირდება მუსიკაში, ძალიან მეხმარება საღამოებში, ძალიან მეხმარება ჩემი თუ ისახე მაგალითად ჩემი ძირითადი ჟანრი ყოველდღიური სამუშაო, ასე ვთქვათ, არის ლათინოამერიკული, ლათინო ჯაზი. ასეთი მუსიკა და ძალიან მეხმარება უფრო ეგზოტიკურს ხდის საღამოებს, ლაივებს და ასე შემდეგ. ძალიან კარგი, უფრო სცენიურს და ეფექტურს ხდის ალბათ გამოსვლას. შვენიერი და სიმღერა? მხოლოდ ამის შემდეგ დაახლოებით 1 წელი დეპრესია დამემართა და ბევრი ვიფიქრე და მივხვდი რომ სცენიდან წასვლა არ მინდოდა. ცეკვამ სმენა განმივითარა და შემდეგ ნელ-ნელა რაღაცა დამუშავებით ოღონდ რაღაცა გეზი არ მქონდა რა აღებული რომ აი აუცილებლად ეს ვოკალისტი უნდა გავხდე არამე ეგეთი ვოკალისტს ეხლაც არ ვეძახი ჩემს თავს უბრალოდ რაღაცა ბუნებრივად და ინდივიდუალურად განვითარდა ჩემი ასე ვთქვათ მუსიკალური გრძნობით, სიყვარულით და ახლობლად ალბათ ბევრი მოსმენითაც, იმიტომ რომ რაღაცნაირად ისე ორგანული მგონია მე არა ძალიან პროფესიონალური, მაგრამ ორგანული არის ჩემი შესრულება. მე ესე ვფიქრობ. მეც ესე მგონია, იმიტომ რომ რაც მომისმენია, ესე გამოიყურება ყოველ შემთხვევაში და ესე იგი მუშაობს, ესე იგი ალბათ მუშაობს, ხო, მთავარი არის გულიდან რა მოდის და ისევ განმეორდები, მთავარია ის, რაც ორგანულია ალბათ. მუსიკალური განათლება არანაირი მუსიკალური განათლება, თუ არ ჩავთვლით, რა თქმა უნდა, ვოკალის პედაგოგს, რომელიც ხანდახან ძალიან მეხმარება ხოლმე, სისტემატურად სამწუხაროდ ვერ ვახერხებს იარაღს, მაგრამ მხოლოდ ასე ვთქვათ, ვოკალის პედაგოგთან. და აი, რამდენიმე ინსტრუმენტზე ისე ძალიან თხლად. კი ბატონო. და ის ჟანრი, რომელშიც შენ მოღვაწეობ, რამდენად აუცილებლად მე რატომღაც მაქვს ესეთი შთაბეჭდილება, რომ რაც მოვისმინე, თითქოს შენი ენა და არ ვიცი პორტუგალიურად წერს თუ რაღაცა, აი ძალიან ორგანული არის და ძალიან რაღაცა ავთენტური თითქოს. და ეს ენა ხო არ არის ჩვენი ენა, ეს არ არის ინგლისური ენა. რომელსაც ძალიან იოლად ეუფლებიან ამას რაღაცნაირი გამოთქმა ჭირდება, ხო? ფრენასი ჭირდება, ხო? ამაზე ვმუშაობ, რა თქმა უნდა. მხოლოდ სიმღერა ხო არ არის და რაღაცა აკორდულად სწორად წავის ვმუშაობ ამაზე. თუნდაც რამე პორტუგალიური ან ესპანური სიმღერა არის, ცოტა ვიცით ან რომანული ენები და თუ რამე ეგეთთან მაქვს საქმე, წინასწარ ჯერ თარგმნი, ანუ ჯერ უყურებ რასთან, რა ტექსტთან მაქვს საქმე, რა ვაიბი უნდა წამოვიდეს იმ ტექსტიდან. სწორად როგორ გამოვთქვა და ასე შემდეგ, მაგრამ ორგანულობას მაინც არ ვცდები. აი ხა მთლად ვიღაცამ შეიძლება არ თქვას რომ აი ვაიმე ეს პორტუგალიელია თუ რა, მაგრამ ოსოს ვცდილობ მუშაობ ამაზე მოკლედ. ხო. აი ეს ვთქვათ სასცენო
როგორ თქვა განსახიერება თუ რაღაც უბრალოდ რუსულად მახსენდება ობრაზი და ქართულად არის ხატსახე. აი ხა ხატსახეც რაღაცა ნამიტანია, მაგრამ აი ის რასაც ჩვენ განასახიერებ და ის რაც უნდა გამოიხატოს, ხო? ძალიან ზის აი ამ საერთო სახეში. ძალიან დიდი მადლობა. ვცდილობ რომ მოკლედ რაღაცა ერთი ეს ტროპიკული რაღაცა ის დავიჭირო რა. ხო არ მოღვაწეობ ტროპიკულ ქვეყნებში. არა სამწუხაროდ, მაგრამ ალბათ ეს დროც მალე დადგება. არის მაგის. ტროპიკულ ქალაქში ვარ ახლა. ჩემთვის საყვარელ ქალაქში. სუბტროპიკული მართალი ხარ. კი ბატონო და არის გეგმაში ის რო თქვა საზღვარგარეთ სადაც მოხდეს ან კონცერტები, ან ფესტივალებში მონაწილეობა. ძალიან ბევრი შემოთავაზება არის ეგეთი, მაგრამ ძირითად შემთხვევაში 99% შემთხვევაში ცხრილავ, იმიტომ რომ ეს ის შემოთავაზებები არ არის, რომელიც მისაღები არის ტრაფიკინგს გავს ხო? ფლად ეგრეც არ არის, მაგრამ მოკლედ რაღაცნაირად არ ვიცი, არ მოვიდა ჩემამდე შემოთავაზებები. მე მაინც უფრო ის ტიპი ვარ, რომელიც დღეს აქ და ახლა აკეთებს რაღაცას. ეხლა რომ მკითხო სამომავლო გეგმები, აი რას აპირებ, ამას თუ აპირებ, იმას თუ აპირებ. ეხლა ვერაფერს ვერ გეტყვი, მაგრამ ხვალ შეიძლება გამოუშვა ალბომი. დღეს არ ვიცი, მაგრამ ხვალ შეიძლება გამოუშვა. გააქვს ალბომი ისი გამოშვებული? ალბომი არ მაქვს გამოშვებული, მაქვს რამდენიმე საავტორო სიმღერა, რომელსაც დაახლოებით ისევ ესეთი ვაიბი მიჭირავს. რა ენაზეა? ქართულად. ვაუ. საჩეილება მოსმენა, რადიო მსმენელმა, მაყურებელმა მოიწმინოს. არის ადმე ჩაწერილი? მუსიკალურ პლატფორმაზე, YouTube-ზე, კი ბატონო. ყველგან. ყველგან. მშვენიერი, ეს ინფორმაცია საჭიროა მათთვის, ვინც არ იცის და უნდა იცოდეს აუცილებლად. თუ აი ვისთან ვინ იქნებოდა ვთქვა ის ვისთან ერთადაც დუეტს გააკეთებდი? რა თქმა უნდა, მამუკა ქათამაძე, რომელთანაც ახლა მამუკას მოგკითხვა აუცილებლად და მამუკას ახლა ვიხილავთ ჩვენ შენს სიმღერასთან ერთად. მუსიკალურ ანტურაჟში მამუკა იქნება მამუკა, ჩვენი საყვარელი ძალიან კარგი მუსიკოსი და მეგობარია ჩვენი პირველ რიგში. და ერთი თხოვნა მექნება რა, ახლა ჩუმად უნდა გადასცეთ ხო, რომ გადაცემას ჩაგვეწეროს როგორც ალკე ინდივიდუალური მუსიკოსი. იმიტომ რომ სუსტილობს რომ გაძრეს. ცოტა ინტროვერტი არის, გეთანხმებით. ცოტა ინტროვერტია და ყოველთვის მირბის, მაგრამ მედია დავითანხმოთ ახლა მომავალში. მშვენიერი. ვინ არიან შეისაყვარელი მომღერლები, მუსიკოსები? ეს ძალიან რთული კითხვა არის. ყოველ ჯერზე ყოველთვის ვიღაც სხვადასხვა ტიპია. აი ამ ეტაპზე ვინ? ამ ეტაპზე მე ძალიან მიყვარს old school-ი და ძველი მუსიკოსები. კი ერთდები. ხო, ну, ალბათ არ ვიცი, იმისზე მეტყობა ალბათ, რომ ძალიან მიყვარს ერიკა ბადო, ძალიან მიყვარს შადე და მსგავსი სტილის შემსრულებლები. გააქვს მათი სიმღერები რეპერტუარში? რა თქმა უნდა. მშვენიერი. ძალიან საინტერესო და მე ვფიქრობ, რამდენ ხანს რჩები ბათუმში? დაახლოებით 6 თვეა ბათუმში ვარ, ამ 6 თვის განმავლობაში ყოველ დღე ვარ მამუკასთან ერთად და ყოველ დღე ვასრულებთ ერთად. ვერ წარმომიდგენია სხვანაირი ჩემი ყოველდღიურობა. ასრულებთ ერთად, ანუ ეს ეხება გამოსვლებს? ყველაფერს ეხება, ლაივებსაც, ცოცხალ შესრულებებსაც, ასევე ვიდეოებსაც ვწერთ, რომელსაც ვათავსებთ სოციალურ ქსელებში და ამ ბოლო დროს ძალიან დიდი და წარმოუდგენელი გამოხმაურება აქვს და შოკში ვარ. ძალიან ასე ვთქვათ, პირველად მოვიცალეთ, რომ ვიდეოები გადავიღოთ, ესეთი სტანდარტული რაღაც ორგანული ვიდეოები და დავდოთ და უცებ პირველივე ჯერზე მოყვა რაღაც 9 მილიონი ნახვა და ძალიან დიდი ასე ვთქვათ აჟიოტაჟი და ჯერ კიდე არ მჯერა. გილოცავ. ძალიან კარგია და რადგანაც მუშაობს და რატომღაც ბოლოსკენ იტოვებენ ხოლმე არტისტები ზოგი პირიქით იწყებს ზუსტად იმ პლატფორმიდან, რომელშიც ყველა არის შეერთებული და ჩაერთებული. ასე რომ აუცილებლად წარმატებები და ძალიან მიხარია რომ შეგხვდით, მოგვეცა საშუალება საუბრის და ეს არის სიმღერა, რომელსაც ჩვენ გადაცემაში მოისმენს რადიო მსმენელიც და მაყურებელიც. კი ბატონო. ესე გავაკეთოთ? კი. რა სიმღერაზეა, რომ დავაანონსოთ და ეს არის ორი ბრაზილიური სიმღერის მასშაპი, პოპური, ასე ვთქვათ. რომელიც მე და მამუკა ჩვენებურად გავაკეთეთ.
იმედია მოგეწონებათ მოკლედ და იმედია რომ ამ წვიმიან დღეს ცოტა უცილებლად მოგეწონება დარწმუნებული ვარ. რა სიმღერებია? ეს არის სტანდარტული კაღომა ლამბადა. ვა, ჩემი საყვარელი, ჩვენი ბავშვობის დროი. დიახ, ჩვენი ბავშვობის. ნოსტალგიური. და მას მიებმევა სერხიო მენდესის ბატუკადა. აჰა. ეგრეც ვიცოდი. მაგარი ინტუიცია მაქვს, ხო? მოკლედ, მადლობა მინდა გადაგიხადო სტუმრობისთვის, იმიტომ რომ მიუახლოვდით დასასრულს სამწუხაროდ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ გაგრძელდება არ ვიცი, მუსიკალური ურთიერთობა, რაღაცა კოლაბორაცია თუ ჯემი თუნდაც მინიმუმ რაღაც ისეთი მუსიკალური და ასე რომ მაყურებელს უნდა დავემშვიდობოთ, რადიოსანალს უნდა დავემშვიდობოთ, მაგრამ როგორც თავშივე ვთქვი, ეგზოტიკური დესერტი მოვიტოვეთ ბოლოსთვის და ევა შანავა და მამუკა ქათამაძე იქნებიან ჩემს შემდეგ გააგრძელებენ ასე ვთქვათ მოღვაწეობას ჩვენს გადაცემაში. მე გემშვიდობებით, საუკეთესო სურვილებით, ჩვენ ისევ შევხვდებით ერთმანეთს საინტერესო სტუმრებთან ერთად, წარმატებები, კარგად ვყავით. დიდი მადლობა, შეხვედრამდე. ნახვამდის. Chorando se foi que dia sem me fez chorar. Chorando se foi que dia sem me fez chorar. Chorando estará a lembrar do amor que dia me soube cuidar. Chorando estará a lembrar de amor que dia me soube cuidar. A recordação vai estar caminha onde foi. A recordação vai estar pra sempre onde foi. Dança só vai guardarei no olhar. O amor faz perder e encontrar. Lembrar estarei a lembrar do amor que dia me estende foi. Batucada se junta pra que ficou, pois o prato pegou e pouco amor. Te vai vivendo, vendo a vida terminar. Chorando tanto porque nunca coisa mais. Mas a vida se vai, ai preciso sambar, faz só viver. Amor, a batucada desse giro me abraça, 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 a batucada